გადაახსნეს ძრდელი თაობა თუ უბრალოდ პროტესტი, რომლებიც თინეიჯერებს ოჯახურმა პრობლემებმა და მშობლებთან კონფლიქტმა გაუჩინა. პროტესტი, რომელიც ხშირად მათთვის საბედისწეროა და სავალალო შედეგებამდე მიდის. რა ხდება მაშინ, როდესაც მშობელ შვილის სკოლაში გონია? დღევანდელი გადაცემის მომზადება მაყურებელთა თხოვნით გადავწყვეტეთ. ყველაზე ცხელ თოქ-შოუს ერთ-ერთი ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი სატანისტური მოძრაობის წევრი გახდა. ყველაფერი საბოლოოდ კი იმით დასრულდა, რომ დედამ უარი თქვა საკუთარ შვილზე და მშობლის უფლების ჩამორთმევის თქოვნით მთავრობას მიმართა. უცნაური რიტუალები, მსხვერპლ შეწირვა და ტოქსიკური ნივთიერებებით თრობა. რა ხდება თბილისის სასაფლაოებზე მაშინ, როდესაც დედაქალაქში ყველას ძინავს. საღამო მშვიდობისა, მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე. ეს არის ყველაზე ცხელი თოქ-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით და მხოლოდ იმედის არხზე წარმოგიდგენთ. ისინი ატყავებენ კატებს, კლავენ ფრინველებს და ამბობენ, რომ ამაში უცნაური არაფერია. უნდა შევწიროთ მსხვერპლი ერთ-ერთი ჩვენი გაუმყული მეგობარის ქსონას, რომელიც იყო პირველად ყველაზე ცხელ თოქ-შოუში მსხვერპლ შეწირვის მოყვარული ქართველი თინეიჯერების სტუდიაში. რატო შეიძლება კატის დაკლა ჩაითვალოს სატანურად ამ ყველაფერს მე ვერ ვხვდები. სასულიერო პირების პასუხი ახალგაზრდების გადაცემაზე, როგორ აფასებს ეკლესია უცნაურ რიტუალებს საფლავებზე. ეს უკვე სატანიზმია. ხდება ორგიები, სექსუალური აღიარაღწილობა და პედოფილია. სწავლა დისკუსია სტუდიაში ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს საშიშია და ისინი ვისთვისაც უცნაური რიტუალები მხოლოდ გადაცებაა. ეს ადამიანები არიან ცირკის მასხარები. ცირკის მასხარა არ გონია მაგ წითელთმებში თქვენი თავი? ეს და კიდევ ბევრი საინტერესო თემა მომდევნო საათნახევრის განმავლობაში ყველაზე ცხელი თოქ-შოუს ეთერში, ასე რომ დარჩით ჩვენთან და მხოლოდ იმედის არხზე მოусმინეთ ყველაზე საინტერესო დისკუსიას. მე მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმრებს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ შემოგვიერთდით და ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო გია, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ. მე ვიცი, რომ თქვენ სკოლაში 24 სკოლაში იყო შემთხვევა, როდესაც მიდიოდა სასწავლო პროცესი, ადგილი ჰქონდა კონფლიქტს მე-9 კლასელებს შორის, ყველაფერი კი გოგონებს შორის მუქარით, გაწევ-გამოწევითი და ჩხუბი დასრულდა. ამბეთ ამ ისტორიის შესახებ. ორი მე-9 კლასელი გოგონა, იმის გამო რომ მათი თაყვანისმცემლები სხვა ორ გოგონასთან გადაბარგდნენ, ასე ვთქვათ, აი ამის გამო იმ ორ გოგონას, ორივე მე-10 კლასში სწავლობს ეს გოგო, ესტუმრნენ და კლასში. და დაემუქრნენ, რომ დაუსერავდნენ სახეს თუ გააგრძელებდნენ ურთიერთობას იმ ყმაწვილებთან. სხვათა შორის მანდატურების ჩარევის შემდეგ ეს კონფლიქტი მადლობა ღმერთს დარეგულირდა და აღარ გადაიზარდა იმ საშინელებაში, რისი მომსწრენით ხანდახან ჩვენ ვართ ხოლმე და რაც ასე აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ბატონო აკაკი ხუსკიძესთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით. მე ვიცი, რომ სკოლებში იყო შემთხვევა, როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა ახალგაზრდებს შორის და რეალურად მე უკვე მშობელი მიდის იმ ნაბიჯზე, როდესაც მოყავს ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ძველი ბიჭები სკოლაში საქმის გასარჩევად და ეს ყველაფერი ხდება უკვე ქუჩური მენტალიტეტით ამ საქმების გარჩევა და ამ ყველაფრის სტიმულირებას ახდენს მშობელი. თქვენ სკოლაში იყო თუ არ ვწდები მსგავსი შემთხვევა? დიახ, ჩვენ სკოლაში იყო ესეთი შემთხვევა, მოხდა ის სიტუაცია, როდესაც მშობელი ერთ-ერთი უფროს კლასელის შემოვიდა და ორი ბიჭი ესენის უფროს კლასელები, რა თქმა უნდა, უკვე გაკვეთილების დამთავრების პერიოდი იყო, სთხოვა, რომ გაყოლოდნენ მას. რა თქმა უნდა, ამის შესახებ დაუყოვნებელი მაცნობა მანდატურმა შეესწრო რაღაც არა ისეთ საუბარს, რომელიც მისაღები იყო სასკოლო გარემოსთვის. დაუყოვნებლივ გავყევით მეც და მაშინ ჩვენთან ვინც იყო სკოლაში მანდატურით, კორპუსის უკანა მხარეს იყო რამოდენიმე ადამიანი, მე ბრჭყალებში ვიხმარ ამ სიტყვას, ბიძიები ეგრეთ წოდებული, რომლებიც აი ამ ბავშვებს ეგრეთ წოდებულ საქმეს ურჩევდნენ. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ დავემუქრე იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოებით, ესეც გავაკეთე, თუმცა ჩემი მუქარის შემდეგ ისინი უბრალოდ დატოვეს ტერიტორია, მათ უბრალოდ დატოვეს ტერიტორია და იმის შემდგომ აღარ გამოჩელინა. ჩემი ერთი პასუხი რაც იყო, საკმაოდ აგრესიული ჩემი მხრიდან, შეიძლება სკოლის დირექტორისგან არ იყო ეს მოსალოდნელი ეს სიტყვები, მაგრამ მე იმ წუთას ვერ საზღვრავდი, რა უნდა მეთქვა, მე ვთხარი, რომ ჩემი 2600 ბავშვიდან თუნდაც ერთი თმის ღერი რო ჩამოვარდეს, მე შენ საფლავის კარამდე ჩაგყვები. ანუ აი ეს ვთხარი ამ ადამიანს. გასაგებია, ბატონო მინე, როდესაც ჩვენ საუბრობთ რეალურად მანდატურის ინსტიტუტზე, ძალიან ბევრი პრეტენზია არსებობს მანდატურის ინსტიტუტის მიმართ. ბუნებრივია, ხშირად საუბრობენ, რომ ისინი ძალიან აგრესიულად ექცევიან როგორც პედაგოგებს და აგრესიულად ექცევიან ასევე მოსწავლეებს. რეალურად გაამართლა მანდატურის ინსტიტუტმა ახლა სკოლაში სიტუაცია შეიცვალა თუ არა?
თვითონ ის ფაქტი, რომ სკოლებში აგრესია ძალიან შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად აღარ არის ისეთი პრობლემა, როგორიც აქამდე იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ინსტიტუციამ გაამართლა. მე საკუთარი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, 2000 ბავშვი სწავლობს ჩვენთან და ფაქტიურად პრობლემების სპექტრი შემოისაზღვრება დაგვიანებებით და ხანდახან სიგარეტის მოწევით. თუმცა ადრე პრობლემები გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ერთის შეხედვით დღეს არის. გარდა იმისა, რომ მოსწავლეების მხრიდან იყო გარკვეული გადაცდომები სასწავლო პროცესის პარალელურად, ასევე ძალიან ხშირად ადანაშაულებდნენ პედაგოგებსაც სკოლებში, რომ ისინი ძალადობენ ბავშვებზე და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ის რომ მასწავლებელი სცემს მოსწავლეს, ეს ძალიან საყოველთაო ცნობილი ფაქტია. მანდატური სამსახურმა რეალურად შეძლო, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა სკოლაში. ქართული მენტალობა ზოგადად აღზრდის პროცესში სამწუხაროდ ჩვენ ქართულ ანდაზებს თუ გადავხედავთ, ცემას უშვებდა. ანუ ჩვენი საზოგადოება ამისთვის სამწუხაროდ მზად იყო, რომ ადამიანს მოქცეოდნენ ასე. შვილი გაზრდილი მტრულად და მოყრულად გამოგადგება. მაგარი ხელი საჭიროა იმისთვის, რომ კარგი თაობა წამოვიდეს. აი ეს მენტალობა ძალიან ცუდია ზოგადად რო არსებობს. შესაბამისად აღზრდის პროცესის ნაწილი არის მასწავლებელის და შეიძლება ძველი თაობის სკოლიდან მომდინარე არავის არ აღიზიანებდა ის, რომ მასწავლებელი ვიღაცას ყურს აუწევდა, ვიღაცას შეამკობდა ესეთი მარილიანი იუმორით. შესაბამისად დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი ეს შემთხვევა, მაგრამ ისე ვიძახი, ამაში ალბათ საზოგადოებრივი პრობლემა უფროა ვიდრე მარტო სკოლის, იმიტომ რომ სკოლა საზოგადოების ნაწილია და რაიმე რაც სკოლაში ხდება, ზოგადად მოკვეთილად ასე მარტო სკოლისთვის ამ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. რა ხდება სკოლაში და რა ნივთები დადიან მოსწავლეების სკოლაში? ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს ყველაფერი ვნახოთ პირდაპირ ეთერში, მოვთხოვ პროდიუსერებს, ჩვენ საგანგებოდ მომზადებული ნივთები გამოვფინეთ აქ სტუდიაში იმისთვის, რომ მაყურებელმა ნახოს და უფრო უკეთესად იყოს აღქმა იმისი, თუ რა აკრძალული ნივთები შეიძლება შეხვდეს სკოლაში. ეს არის ის აკრძალული ნივთები, რომელიც მანდატურებმა თბილისის სკოლებიდან ამოიღეს. თუმცა ამ ნივთებით მოსწავლეები სკოლებში დადიოდნენ მანამ, ვიდრე თავად მანდატურები გამოჩნდებოდნენ სკოლებში და ეს ყველაფერი ნებადართული იყო. რისთვის იყენებენ მოსწავლეები აი ამ ნივთებს? მე მინდა ვთხოვო სკოლის დირექტორებს, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარებიან, თუმცა ვიცი, რომ ბატონ გიას აქვს კიდევ მოტანილი ჩვენთან სტუდიაში უფრო მეტი აკრძალული ნივთი. რა ნივთები ხდებათ ბატონ გიას სკოლებში, მაშინ როდესაც იგივე ხდება ჩხრეკა მოსწავლეებში? ეხლა ნოდარ მინდა გითხრათ, რომ მას მერე რაც ეს ყველაფერი მე ჩამოვართვი ჩემ მოსწავლეებს, მე თვითონ კაბინეტში ძალიან დაცულად გძნობ თავს, სიმართლე გითხრათ. ეხლა აი ეს არის ერთი ნაწილი მარტო წამოღებული. ეხლა აი ეს ცნობილი იარაღია მოგიხსენებათ, აღმოსავლური ორთაბრძოლების იარაღი გახლავთ. ეს აი რომ ეტყვიან ჩემტერს მოხვდაო სადაც გნებავთ იქა, იმიტომ რომ ძალიან შეიძლება დააზიანოს. ხოლო ეს კი რამდენიმე წლის წინ მე ვაჩვენე უკვე ჩვენ საზოგადოებას, ეს არის უბრალოდ იარაღი, რომელიც ადამიანის მოსაკლავად არის გაკეთებული. სხვა დანიშნულება ამას არ აქვს. ეს არის რაღაცა საშინელება და ხანდახან როგორც ჩანს ჩვენ საზოგადოებას ჭირდება, რომ შევახსენოთ ჩვენ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ხოლმე. ხანდახან ზოგიერთები ნამეტანი ლიბერალურად ბჭყალებში უყურებენ ხოლმე ამ პრობლემას და ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი პედაგოგიური ხერხებით უნდა დარეგულირდეს ასეთი საკითხები, ფსიქოლოგიური ხერხებით, მე ვაცხადებ საჯაროდ აქ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველანაირი პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ხერხი არის გამოყენებული, შეიძლება ჩაერთოს თქვათ იგივე მანდატურის ინსტიტუცია საკითხის მოგვარებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული სიყვარულს. აი დააკვირდით ამას. ამით დაზიანებული ადამიანი ძალიან ძნელად გადარჩება, ეს ჩამოვართვით სკოლაში ჩვენ ერთ-ერთ მოსწავლეს. მე რამდენი კლასელს ქონდა ეს? მე 10 კლასელს. და უნდა გითხრათ, რომ არც ცუდი მოსწავლე იყო ისა, მე რომ ვკითხე, რადგან მეთქე ეს, მეთქა რომ თავდასაცავად მინდა სხვებისგანო. დღეს ჩვენ ამ სტუდიაში ვსაუბრობთ აგრესიის ღია ფორმებზე, როდესაც მოსწავლეებს შორის ხდება დაპირისპირება, ისინი ჩხუბობენ და ხდებიან ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტები. თუმცა რეალურად ახლა დამეთანხმეთ, რომ სკოლებში შეიქმნა მეორე პრობლემა. როდესაც ახალგაზრდები გახდნენ სხვადასხვა დაჯგუფების წევრები. ისინი სასწავლო პროცესის შემდეგ ესწრებიან სხვადასხვა რიტუალებს, მათ შორის ღამით სასაფლაოებზე, ან ჩაბნელებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, დადიან უცნაურად ჩაცმულები და ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია მათ აკადემიურ განათლებასა და
და მათ ცხოვრების წესზეც. ახლა მე მინდა ჩავრთო ერთ-ერთი ქალბატონი, რომლის წერილმაც გვიბიძგა, რომ დღევანდელი გადაცემა გაგუკეთებინა. ამ ქალბატონის მდგომარეობა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მან გააგზავნა წერილი ოფიციალურ უწყებებში და მე მინდა წავიკითხო ძალიან პატარა ფრაგმენტი ამ წერილიდან. რადგანაც ვთვლი, რომ მე უკვე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და რეალურად არავინ დამიდგა გვერდით, რადგანაც მაქვს გულის მანკი და ავთვისებიანი სიმსივნე უკვე რთულ სტადიაში და აღარაინერი ბერკეტი ზემოქმედების არ გამაჩნია ჩემ შულზე, იძულებული გავხდი, უარი ვთქვა დღეიდან დედობაზე და მოვითხოვ ბავშვის აღზრდა. სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს, რადგანაც დღითი დღე ბავშვის მდგომარეობა მძიმდება და სიცოცხლისათვის საშიშია. დედა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი შვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია, ჩვენ პირდაპირ ეთერში გვერდება, მე მას მივესალმები. ძალიან შემზარავი იყო ის ისტორია, რომელზეც თქვენ გვიამბეთ ჩვენ და თავდაპირველად მინდა გკითხოთ, რის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი შვილი იყო უცნაური სექტის წევრი? ჩემი პრობლემები, მე ვიცი, რომ კომაროვის სკოლის დირექტორი დღეს დარბაზში ზის. ჩემი შვილის და ჩემი პრობლემები დაიწყო კომაროვის სკოლიდან. და არ იყო ჩემი შვილი მხოლოდ ერთადერთი ბავშვი, ვინც აი ამ დაჯგუფებაში მოხვდა. ჩემი შვილი აღმოჩნდა ერთ-ერთი კომაროვი მასწავლებლის მსხვერპლი, უსამართლობის მსხვერპლი და ბატონი ვანო კვიტაშვილის გულგრილობის მსხვერპლი. მოდი თანმიმდევრობით მივყვეთ თავად მაყურებელს ვუამბოთ რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, ანუ თქვენი შვილი როგორ მოხვდა ამ გაერთიანებაში? ჩემმა შვილმა მე მახსენე, რომ მასწავლებლის ძალიან ცუდი მოპყრობის შედეგად სწავლაზე აიცრუა გული. მიუხედავად იმის, რომ მე დავდიოდი, ბავშვი აცდენდა, არც ერთხელ დამრიგებელს არ დაურეკავ ჩემთვის. თხოვდი, რომ გავეფრთხილებინე, რომ ბავშვისთვის ყურადღება მიმექცია. არაფერი გამომივიდა, მივაკითხე სასწავლო ნაწილს ბატონ ვანო კვიტაშვილს. გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მშობელი ან დირექტორი 2000-ივე მოსწავლეს ხო არ გადააკონტროლებს, ბუნებრივია, მშობელსაც ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ბავშვზე, როდესაც ის სკოლაშია. გასაგებია, მაგრამ მე ხომ ყურადღებას ვაქცევდი. ბავშვი რომ სკოლიდან გეპარება, სკოლაში არ მოდის, აცდენს ხშირად. როგორ ღონისძიება არაფერი არ უნდა მიიღო? და ამრიგებელმა მშობელი საქმის ყურში არ უნდა ჩააყენო. მიუხედავად მშობელი გთხოვს, როდესაც ჩემი შვილი არ მოვა სკოლაში და მე არ დაგირეკავ, ესე იგი გააცდინა და ძალიან გთხოვთ, შემატყობინეთ, რომ რაიმე ზომა მიიღო. არა ისე რომ მე ყოველ დღე სკოლაში ვერ ვიქნებოდი. გავიგო ერთი კვირა ჩემი შვილი სკოლაში არ იყო, 10 დღე ჩემი შვილი სკოლაში არ იყო. სად იყო ამ დროს თქვენი შვილი? რა თქმა უნდა, ქუჩაში, მიაჩვიეს მაგათ ქუჩაში. რა საკეთებდა თქვენი შვილი ქუჩაში? რა საკეთებდა ჩემო კარგო, ჩემი შვილი ქუჩაში და იქ არის დაჯგუფება, თქვენ კარგად ახსენეთ ახლა. არიან სრულწლოვანი გოგონებიც, ბიჭებიც, რომელმაც გარყვნეს ეს არასრულწლოვანი ბავშვები. გარყნა რაში მდგომარეობს? ჩემი შვილი ლოთი არ იყო. ჩემი შვილი წამალ დამოკიდებული არ იყო. ჩემი შვილი სიგარეტს არ ეწეოდა. მოდი დავკონკრეტეთ, რას ნიშნავს თქვენი გაგებით წამალ დამოკიდებული, ანუ თქვენი შვილი ახლა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება თუ რა ნიშნავს? საერთოდ ტაბლეტებს იღებს თუ არა ეს არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ ბავშვები იქ ტაბლეტებს ღებულობენ და რამდენად გავარკვე ეს არის სედატიური. ანუ ესენი როცა სვავენ და აი ამ ტაბლეტებს შემდეგ იღებენ და ითიშებიან, ამათ გონიათ ეს кайფია. ეს ნამდვილად ვიცი და შემდეგ რაც აი აქ დანაშაული და ვფიქრობ არის ორგანიზებული დანაშაული. აი ეს სრულწლოვანი გოგო ბიჭები პრაქტიკულად მათ შემოსავალი არ აქვთ. არანაირი, არც სტაბილური, არც საერთოდ. ეს პატარა ბავშვები 11, 12, 13 წლიდან მათხოვრობენ ქუჩაში. შემდეგ აგროვებენ ამ ფულს, აი ამ ფულით ხდება შემდეგ არყების, ლუდის. ეხლა თქვენ მიყვებით დაუჯერებელ ისტორიას, მოდი მაყურებელს თანმიმდევრულად ვუამბოთ ამის შესახებ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ 11-12 წლის ბავშვები, რომლებიც ასევე არიან სკოლის მოსწავლეები, ქუჩაში მათხოვრობენ, შემდეგ ფული მიაქვთ უფროსებთან, რათა მათ მიიღონ ალკოჰოლი და გამოიყენონ სხვადასხვა შეკრებებისთვის. კი. მე ყველაფრის დამამტკიცებელი საბუთები მაქვს და საინტერესოა, შევდით საიტი აქვს თავიანთი, ნეფორმალები, შევძანდით იქ, ნახეთ იქ საიტზე რა ხდება, იქ დევს ერთ-ერთი კომაროვის
გოგონას წერილი, ფორთოხლის გოგონა, სადაც წერია ნეფორმალები და კიდევ არის ერთ-ერთი საინტერესო წერილი, რომელიც არის მე შენ და ვიღაც ბიჭი, ანუ მომავალი, რომელზეც მე ვოცნებობ. გოგოც ვერ გაარკვია იმ ბიჭის ორიენტაცია და წერს მე თანახმავარ შენი ცოლი ვიყო, კიდევ იყოს ჩვენს ოჯახში ვიღაც უცხო მამაკაცი და მრავალფეროვნებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ თანამედროვე ოჯახი ვიქნებით მე და ხანდახან მე და შენ, ხან მე და ის, ხან შენ და ის. ამას სკოლის მოსწავლე წერს? კი. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ეს ნამდვილად არის სკოლის მოსწავლის დაწერილი წერილი? ვინ დაწერა ისაც ვიცი. და ერთი წავი და კიდევ ჩვენ გვეყოლება შვილი მე რა რომ ვინმე დაცინებს, უბრალოდ მე დამიძახებს დედას, ერთს დაუძახებს მამა ერთი იქნება, მეორე მამა ორი. გასაგებია, თუ შეიძლება გვიანბეთ რიტუალების შესახებ, რომელსაც ეს დაჯგუფება ეწევა. ეს ბავშვები ზოგიერთი ნაწილი დადის იმ დაჯგუფებებთან, სადაც სატანისტური რიტუალები არსებობს და სატანისტური დაჯგუფებებია. გასაგებია, მშობელი, რომელიც ადანაშაულებს სკოლას, რომ მისი შვილი ჩავარდა მსგავს სიტუაციაში. გულგრილობაში ადანაშაულებენ კომაროვის სკოლის დირექტორს, რომელიც ჩვენთან იმყოფება სტუდიაში. რამდენად გასაზიარებელია თქვენი არგუმენტები, რომელსაც ეს ქალბატონი საუბრობს? როდესაც დაიწყო ეს სიტუაცია, პირველი 3 დღიანი გაცდენა გააკეთა, რაც ახლა მიუღებელია ამ სკოლაში, ჩაერთო ქალბატონის ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც იმ ჩვენ სკოლაში მუშაობს, ეს ჩემამდე არ მოვიდა. მე მოვიდა თვითონ ქალბატონი ჩემთან, ჩვენ მქონდა ესეთი ღია საუბარი, რომ ვიღუპები, შვილი მეღუპება და გთხოვთ ბატონო, ქმედითად იმოქმედოთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც ახლა ბავშვი ამას აკეთებს მეორე, თქვა 4 დღე აცდენს სკოლას და იცის რომ კონტროლის ქვეშ არის, თუნდაც ის ქალბატონის მეგობარი აკონტროლებს ამ სიტუაციას. ბავშვი ამბობდა რომ მას არ სიამოვნებდა, თუნდაც ის ტოტალური კონტროლი, რასაც ახორციელებდა მშობელი და მისი ის რომ ყოველ დღე შემოწმება იმ პირველი იმის მერე, აბა აქ არის და რაღაც გარკვეულ დისკომფორტს გრძნობდა ამით. როდესაც გამოთქვა ბავშვმა თავისი აზრი, თქვა რაღაც გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ამან გამოიწვია მშობლის გაღიზიანება და თქვა შემდეგ. გასაგებია, მოდი ვკითხოთ მშობელს ის ახლა ჩვენ გველოდება სპეციალური სტუდიიდან. თქვენ ახლა მოისმინეთ სკოლის დირექტორის არგუმენტები, რომელიც აცხადებს, რომ რეალურად თქვენი შვილი ქუჩაში გავიდა არა იმიტომ, რომ მას სკოლაში ქონდა პრობლემები, არამედ აქ მთავარი მაპრობლემები იყო ოჯახური კონფლიქტი. ეს სიცოცხლეა. თავი ხომ უნდა დაიცვას. ბუნებაში ვერ იპოვის ვინმეს, ვინც იტყვის, რომ მე და ჩემ შვილს რაიმე პრობლემა ქონდა. მაგრამ დაღუპა ბავშვი, ეხლა რა უნდა თქვას? იყო ღამეები, როცა ღამე არ მოდის ბავშვის სახლში. წარმოიდგინეთ, ეხლა 13 წლის ბავშვი, არიცი მშობელმა სად არის, ცოცხალია, მკვდარია. იყო პერიოდი, რომ დილის 5 საათამდე მე მანქანით ვეძებდი, რომ მეთქი ისე ხო არ დაათვრა, ან რაღაცა რომ გაითიშა, რომ სახლში ვერ მოიყვანეს, მიაგდეს, პაძემკარის, პარკი არის, სადღაცა წარმოიდგინეთ მშობლის დღე. მშობელი ნებისმიერი აიხლა გადაცემას ალბათ ძალიან ბევრი ნახავს და მშობლებო თქვენ მოგმართავთ. თურმე მე ძალიან ზრუნველ დედას ბავშვი ქუჩაში გამივიდა. დედას რომელმეს ღამის პირველ საათზე ბავშვი მოუვა, 12 საათზე, 11 საათზე, არ ვიცი ვისთან არის, რას აკეთებს. შეიძლება ერთი ღამე არ მოვიდეს, მეორე ღამე რამდენჯერ შეიძლება პატრული დავრეკო და უთხრა, მიშველეთ, მიპოვეთ ბავშვი სად არის, ცოცხალია, მკვდარია, რა ჭირჩევშვილს. იქ არიან ბავშვები, რომლებიც იწამლებიან ამ სასმელით თუ რაღაც ჯანდაბით. იყო შემთხვევაში ელექტროშოკით მოიყვანეს ჭკუაზე. მე არ ვიცი ღამე ბავშვი არ მოდის. მე არ ვიცი ცოცხალია, რამე უჭირს, იქნებ იჩხუბეს, გარეთ რა ხდება. თქვენ ოფიციალურ განცხადებაში დაწერეთ, რომ უარს ამბობთ დედობაზე. რეალურად ბავშვი იღუპება. თუ თქვენ ამ განცხადებას დააკმაყოფილებთ და თქვენ დედობის უფლებას ავტომატურად ჩამოერთვენ და თქვენ აღარ იქნებით ამ ბავშვის დედა, რეალურად რა იქნება ამ ბავშვის მომავალი? სად წავა ის? იცით რა, ახლა ჩემი შვილის მომავალი რა არის? ის რომ ხვალდა ზედ, ამას დაეშლება ღვიძლი, ექნება ჯანმრთელობის პრობლემები, გაალოცდება, მათ ბავშვებს მენტალიტეტი შეცვლილი აქვს, ჩემო კარგო. როგორ სკოლის დირექტორი სახლში მოდის და შენ საწოლიდან არ დგები? ჩვენ ამას გავბედავდით?
გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს სკოლა მის სხვა კონტროლებს მხოლოდ სასწავლო პროცესს და არა მის მიღმა არსებულ სიტუაციას? იცით რა? ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ დამიმართოთ სამართალდამცველებს ან ვინმე სხვას, ვინც დაგეხმარებათ? სამართალდამცველის საქმე იმდენად არ არის, რამდენად აქ მიმართული იყო სოციალური მუშაკებისთვის ორი წერილი განყოფილების გამგესთან ციკლაური სახელზე მაქვს შეტანილი, რომლის პასუხი მე დღემდე არ. ანუ სოციალურმა მუშაკებმა თქვენი იგნორირება მოახდინეს? სამართლის უფროსი ქალბატონი ეკა სანებლიძე მე მაქვს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე წერილი მაქვს. პასუხი არ მიგიღია? არა, იქ წერ, რომ რადგან ბავშვი სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მე არ ვიცი ხვალ ცოცხალი იქნება, მტარი იქნება ქუჩაში რა მოუვა ჩემ შვილს და მე ფაქტიურად ვერ უმართა. დამეხმარეთ. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, იძულებული გავხდები, რომ დედობაზე უარი თქვა. ახლა მე გავაკეთებ განცხადებას, რომელიც შემდეგ შეიძლება ძალიან ბევრი შოქში ჩავარდეს. მე დედობაზე უარს რომ ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ მიყვარს. მე იმდენად მიყვარს ჩემი შვილი, რომ იმით ხელში არ დავტოვებ. თუ მე პატრონად არ ვარ და გვერდზე არავინ დამიდგება, მაშინ კეთილი ინებო სახელმწიფო 18 წლამდე არასრულწლოვანია ჩემი შვილი. ის ქუჩაში არ უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა, საკმაოდ მძიმე ისტორია იყო, თუმცა ეს არის რეალობა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ქალაქში და ეს პრობლემა საჭიროებს მოგვარებას. მე მინდა ჩავრთოთ ახლა პირდაპირ ეთერში მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი და ვკითხოთ მას რეალურად მსგავს სიტუაციაში რა ბერკეტი გააჩნია სახელმწიფოს და ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. ბატონ ანდრო გიგაუს მივესალმებით ჩვენ. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. ახლა საკმაოდ რთული ისტორია მოვისმინეთ ჩვენს გადაცემაში, როდესაც დედამ თქვა უარი საკუთარ შვილზე. რა შეიძლება გაკეთდეს, რა ბერკეტი გაგაჩნიათ იგივე თქვენ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურას, როდესაც მსგავსი პრობლემა გადაიჭრას. მოგესალმებით, დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემისთვის, მივესალმებით თქვენს სტუმრებს. ბუნებრივია ილუზია იმისი, რომ სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია ჩაანაცვლოს ოჯახი არავის არ აქვს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია, აქ ძირითადად გვაქვს საუბარი იმ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვს არ ყავს მშობლები, მას ვერ უვლიან და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ხაზი გაუსვათ. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ან ვთქვათ ოჯახში გვაქვს პრობლემები, ან ოჯახის გარეთ, მაგრამ თავიდან რომ დავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ რთული და დელინკვენტური ქცევის პრევენცია უნდა მოახდინოს სახელმწიფოს. ეს გასაგებია ბატონო, რომ პრევენცია არის აუცილებელი, თუმცა რეალურად, როდესაც პრობლემა უკვე არის აქტუალური, როდესაც ბავშვი ღამე არ მიდის სახლში, როდესაც მიდის სახლში და 13 წლის მოზარდი არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, როდესაც დედა კითხულობს საკმაოდ საეჭვო მიმოწერას იგივე ჯგუფურ სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში რა გამოსავალი არსებობს? ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რაშია კონკრეტულად პრობლემა. თუ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო აუცილებლად ერევა. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობლებს უჭირთ ბავშვის კონტროლი, ან პირიქით ბავშვზე ზრუნველობა ხორციელდება. ამ შემთხვევაში ჩვენ მუშაობთ ოჯახებთან, ამ მშობლებთან. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები დადიან ფსიქოლოგებთან. უბრალოდ მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავარკვიოთ, რაშია კონკრეტულად პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანდრო, ჩვენი თხოვნა იქნება იგივე ჩვენი გადაცემის თხოვნა, ჩვენ ვეცდებით რომ თქვენ დაგაკავშიროთ მშობელი, რომელიც დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი გმირი იყო და იმედი გვაქვს რომ ჩვენ მათ დახმარებას აღმოუჩენთ, ყოველ შემთხვევაში დააკვალიანებთ ან ამ პრობლემის გადაჭრაში მიიღებთ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ანდრო გიგაური პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ანასთან მინდა გადავიდე შემდეგ კითხვით. ანა, მსგავსი პრობლემები, როდესაც დღის წესრიგში დგება, როდესაც მშობელი აბრალებს სკოლას, რომ მან უნდა იყოს პასუხისმგებლობა. რეალურად ვინ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა ამ პრობლემის მოგვარებაზე? შეუძლია მხოლოდ სკოლას ამ პრობლემის მოგვარება? არა, რა თქმა უნდა არ შეუძლია და ეს არის პრობლემა, რომელშიც ყველამ ერთად უნდა ჩაერთოს. თუმცა, როდესაც ოჯახი არ ცდილობს, რომ დაინახოს საკუთარ თავში პრობლემა, ამ შემთხვევაში ანუ ახლა ეს პრობლემაა, როდესაც ოჯახი არ აღიარებს, რომ პრობლემა მასშია? შესაძლოა ესეც ითქვას. იმიტომ რომ თუ მშობელი ვერაცნობიერებს პრობლემას, რომელიც მას აქვს, უკვე რთულია შემდეგ ვიმსჯელოთ და ვიზრუნოთ მის მოგვარებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ
ბუნებრივია არ გადაგვიყვანია სამტრედიის სკოლა პანსიონში ან ნებისმიერ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვი იმ წუთში, როდესაც სამინისტროს მომართა, არამედ ვცადეთ აბსოლუტურად ყველა მეთოდი, რაც კი შეიძლებოდა გამოგვეყენებინა და ბუნებრივია ეს სხვა შემთხვევებშიც ასე იქნება. ძალიან დიდი მადლობა. რეალურად, როდესაც მშობელი საუბრობდა, რომ არსებობს ერთი კონკრეტული ჯგუფი, ან ძალიან ბევრი ჯგუფი, რომელიც შემდეგ უფრო და უფრო მეტად იზიდავს სკოლის მოსწავლეებს და მათი რიცხვი იზრდება, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია იგივე სხვადასხვა სუბკულტურის მიმდევრები, რომლებსაც შეიძლება სულაც არ ესმოდეთ სწორად რას ნიშნავს ეს სუბკულტურა, იგივე გოთური სუბკულტურა, ან იგივე ემო სუბკულტურა და ამ ყველაფრის გადასხვაფერებით რეალურად ვაწყდებით უფრო მეტ პრობლემას. ახლა მანდატურს დავპატიჟებ სტუდიაში, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ისტორიას გვიამბობს. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერთით. მე ვიცი რომ თქვენი მუშაობის პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც სკოლაში გამორჩეული თავისი ჩაცმულობით მოსწავლე ან გამორჩეული თავისი ქცევებით რეალურად სხვებსაც იზიდავდა და შემდეგ თქვენ აღმოაჩინეთ რომ ის იყო ერთ-ერთი მსგავსი სუბკულტურის მიმდევარი, რომელიც უცნაურ რიტუალებში მონაწილეობდა. კი, იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც მე-9 კლასელი გოგონა სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებთ, ხშირად აცნობდა გაკვეთილებს. როდესაც დირექცია ჩაერთო, გაარკვიეს რა ხდებოდა, რატომ არ დადიოდა ბავშვი. აღმოჩნდა რომ მშობლები უშვებდნენ სახლიდან, მაგრამ ბავშვი არ მოდიოდა სკოლაში. მაშინ მოგმართეს დირექციამ და ერთობლივად გავარკვიეთ, რომ თურმე ეს მოსწავლე დადიოდა რაღაც სატანისტური სექტის შეკრებებზე, რომლებიც თავის თავს უძახიან გოთებს. და იქ ატარებდნენ საკმაოდ საშინელ რიტუალებს, რაც გამოიხატება შინაური ცხოველების და ფრინველების წამებაში. როდესაც თვითონ უშუალოდ გოგონას გავისაუბრეთ, მან არ დამალა და თქვა, რომ ის იყო ამ სექტის მიმდევარი და მას ეს სრულიად ჩვეულებრივად მიაჩნდა. ასევე ის ატარებდა სვირინგს ეს გოგონა, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი, მოყვა დამუბრუნებული. როგორც ჩანს, სექტის დამახასიათებელი ლოგო იყო ეს. თუმცა ამ გოგონას სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეშინოდა ამ სექტიდან გამოსვლა. კი, როდესაც უკვე წავიდა საუბარი იმაზე, რომ ეს მის ცხოვრებაზე იქონიებდა ძალიან ცუდ ზეგავლენას, რომ მას არ ექნებოდა მომავალი, არ ექნებოდა კარიერა, ის ვერ შექმნიდა შვიდ ოჯახს და როცა გაანალიზა ბავშვმა ეს, მაშინ უკვე თქვა, რომ ის ვერ წამოვიდოდა სექტიდან, რადგან ეშინოდა რომ სექტის წევრები მისი ოჯახის წევრებს გაუსწორდებოდნენ ძალიან ცუდად. როგორ მოგვარდა შემდეგ ეს პრობლემა? როგორ დაარწმუნეთ ეს ბავშვი, რომ მას შეეძლო თავისუფლად წამოსვლა ამ სექტიდან? როდესაც ბავშვმა იგრძნო თავი დაცულად და როდესაც მიხვდა რომ დღეს უკვე არის ის გარემო, სადაც ვერავის ვერ დაჩაგრავს უმიზეზოდ და გაათვითცნობიერა, შემდეგ სრულიად დატოვა ეს სექტა. დღეს ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა, თუ აქამდე ის გამოირჩეოდა დაბალი აკადემიური მოსწრებით, დღეს უკვე ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. იგი არ კონტაქტობდა კლასის წევრებთან, არ მეგობრობდა არავისთან. ჰქონდა წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ ის იყო ყველასგან რაღაცით გამორჩეული, ატარებდა შავ ლაკს, ჰქონდა სახეზე პირსინგი. მაგრამ დღეს უკვე ის ყველასათვის მისაღები და ძალიან კარგი სამეგობრო ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ ძიმე ისტორიები მოვისმინეთ გადაცემის ამ ნაწილში. ახლა მინდა გადავიდე კითხვით ერთგვარი რეზუმე რომ გავაკეთო ბატონო გია თქვენთან და შემდეგ სკოლის დანარჩენ დირექტორებთან. რეალურად რა ბერკეტები არსებობს რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული? თუ ჩვენ დღეს არ გვაქვს დანაშაული სკოლაში, ახლა მივიღეთ რომ გვაქვს დანაშაული, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ჩადიან სკოლის გარეთ, შესაბამისად ეს მათ განათლებასა და ცხოვრებაზე აისახება. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოსავალი ამ საქმედან არის სოციალური მუშაკების ინსტიტუციის ჩამოყალიბება და ძალიან გაძლიერება ჩვენ ქვეყანაში. იმიტომ რომ რა ქნას მაგალითად ახლა ამ კაცმა მივიდა ოჯახში, ბავშვი არაც გაიქა, ამას ხავს კიდე 2000 სხვა მოსწავლე. ისინი რა ნაკლებად პრობლემატურნი არიან, კარგი ბავშვი რა ნაკლებად პრობლემატურია, იმას სხვა პრობლემები აქვს. იმას წარმატებაში უნდა შეუწყო ხელი, ვიღაცას თავი უნდა აღმოაჩენინო, ბევრი ფუნქცია აქვს ამ სკოლის დირექტორს. სკოლაში რაც არის ორგანიზებული, იმაზე პასუხისმგებელი ცხადია ჩვენ ვართ.
ამის მიღმა ძალიან ძნელია. კი ცდილობს თითოეული ჩვენგანი რომ ამას მიყვეს და ყურადღება მიაქცეს. მშობელი ამბობდა რომ ამ შემთხვევაში მან მიმართა სოციალურ მუშაკს, რომელმაც მას დახმარება არ აღმოუჩინა, ალბათ უკეთესი იქნება ამ ინსტიტუტის განზრახვა. მე ძალიან გამიჭირდება. ეხლა მე ვიღო აი ეს ბრალდება იმიტომ რომ ბატონ ვანოს ვიცნობ ახლოს მისი გულგრილობა ერთხელაც არ მინახავს ცხოვრებაში სივართლე გითხრათ და როდესაც დედა ამბობს 3 და 4 დღე სკოლაში ბავშვი არ დადის და შენ სადახარო სანამ სხვისკენ გაიშვერ ხელს მანამდე რასაკვირველია საკუთარ თავს უნდა მოხკითხო ეს ამბავი. თუმცა დედის არგუმენტი იყო რომ მან არ იცოდა როდესაც მისი ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, იმიტომ რომ მას ამის შესახებ არავინ არ უთხრა. იცით რაშია საქმე? მე ვფიქრობ რომ ეს გამორიცხულია. აქ ერთგვარ კალათბურთთან გაქვს ადგილი, როდესაც მე ვფიქრობ ეს გამორიცხულია. ბატონო გადაწყვეტა იცოდა თუ არ იცოდა. ეს გამორიცხული ამბავია, მაგრამ მე ერთი რამე მეკვირს, იცით, როდესაც ადამიანი დედობაზე ვარს ამბობს, ამით რით შველის ამ პრობლემას. ეს არის გამოსავალი მისთვის. ის ამბობს რომ დედობაზე ამბობს უარს ერთ-ერთი მიზეზის გამო რომ შემდეგ ბავშვი მოექცევა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და იქნებ უკეთესი. მიუხედავად ამისა უნდა იყოს ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. არ უნდა იყოს აუცილებელი და არც არის აუცილებელი ადამიანმა დედობაზე ვარი თქვას, რა დედობაზე ვარს რო იტყვის, მერე გამოუყოფენ ამას იმას რა ქვია მზრუნველობისთვის თანხებს. აბსურდი არის ესა. აი ახლა კი გეთანხმებით რომ უწოდინრობის ტრაგედიაა ეს ყველაფერი. პირიქით დედობაზე ზეპასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უნდა მოეხმაროს სოციალურ მუშაკს თუ ფსიქოლოგს. სოციალური მუშაკები უნდა იყვნენ უფრო ბევრი, უფრო კვალიფიციური და ასეთი შემთხვევები მადლობა ღმერთ ძალიან ბევრი არ არის და თუ დროზე მოამზადებთ ამ სოციალურ მუშაკებს, ისინი შეიძლება უშველიან ამ საქმეს. დიდი მადლობა ბატონ დავით, თქვენ ფიქრობთ რომ ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ამ სიტუაციიდან იყოს მხოლოდ სოციალური მუშაკის ჩართულობა? მე სრულად ვეთანხმები ქალბატონ სოფოს, მე ჩვენ გვაქვს ალბათ განათლების ნაკლებობა ამ კონკრეტულ საკითხში და ეს ცნობილია, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ძალადობა, ქმედება იწვევს უკუქმედებას და ძალადობით ვერ და ასე ვთქვათ, ვერ აღმოვთქვით პრობლემას და ვერ მივახცევთ შედეგს. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის მიმართ და ზოგადად არა მხოლოდ ამ ადამიანის, ზოგადად იმ თაობის მიმართ, რომელიც გადატეხის ასაკშია, მშობლებს ოჯახს გაცილებით მეტი განათლება უნდა კონდეთ და სწორი მიდგომა და სწორი პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მათ ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა მადლობა გადავხატო ყველა ჩვენ სტუმარს, რომელიც გადაცემის ამ ნაწილში შემოგვერდეთ და ჩვენთან ერთად იყო. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ გიჩვენებთ იმ ადგილებს, სადაც თულად ასწავლებელი მოსწავლეები სასწავლო პროცესის პარალელურად ან ამის დასრულების შემდეგ იკრიბებიან. ერთ-ერთი არის მაგალითად ვარდების მოედნის მიწისქვეშა კომპლექსი, სადაც ჩემმა კოლეგამ ლევან ჩხაიძე მოამზადა რეპორტაჟი და საკმაოდ შემზარავი ფაქტები გადაიღო. რეკლამის შემდეგ ყველაზე ცხელი ток-შოუ ისევე თავს უკრდება. რეკლამამ გაიარა მალე ყველაზე ცხელი ток-შოუ ისევე ეთერს უბრუნდება და აქტუალური თემის შესახებ საუბრობთ. რა ხდება თბილისში მაშინ, როდესაც ყველა ზინავს და რა ხდება მიწისქვეშა გადასასვლელ კომპლექსებში. სხვა შეწირვის რიტუალი საქართველოს დედაქალაქში. ახლა მე ჩემს კოლეგას ლევან ჩხაიძეს დავპატიჟებ სტუდიაში, რომელიც მთელი ერთი კვირის განმავლობაში ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდა. ლევან, რა ხდება თბილისში მაშინ, როდესაც ყველა ზინავს? მე ვიცი, რომ სხვა შეწირვის რიტუალები ძირითადად ვარდების მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში ხორციელდება, სადაც იმის მიუხედავად, რომ არის ძალიან ბევრი შემოსაზღვრული ზონა, ეს ადამიანები ვისაც სურთ, რომ მაგალითად დაწვან კატა, მაინც აღწევენ ამ დახურულ ზონაში და ეწევიან ამ რიტუალს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიწისქვეშეთში სხვადასხვა მაღაზიების მფლობელებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ იქ საღამოს საათებში ეს რიტუალები სრულდება და ამ რიტუალებში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა არიან არასრულწლოვნები. ეს არის ყველაზე საშიში ტენდენცია, რომელიც ამ თემაზე მუშაობისას გამოიკვეთა, თუმცა არ არის მარტო ეს ადგილი, თბილისში არის სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სიუჟეტში გამოყენებული ყველა ვიდეო და ფოტომასალა არის დოკუმენტური და ასახავს ამ ადამიანების რეალური ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებს, ასევე ამ რიტუალებს, რომლებსაც ისინი ატარებენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ამ ადამიანების, ამ ჯგუფების, ასე ვთქვათ, წევრების უმრავლესობა არის არასრულწლოვანი. ესენი იქ მოხვედრილები არიან თავიანთი მეგობრებისგან მიღებული ინფორმაციით და არის რეალური საფრთხე, რომ ამ ჯგუფებში გაწევრიანდეს უფრო მეტი და მეტი არასრულწლოვანი და ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რომელიც აშკარად გამოიკვეთა.
მათი მხრიდან ალბათ ადგილი აქვს პროტესტს, როდესაც ისინი ამბობენ, ჩვენ გქონდა საშუალება რომ ამ ბავშვებს გავსაუბრობოდეთ, რომ ისინი გამოხატავენ ამ ნაბიჯით პროტესტს საზოგადოების მიმართ, რადგანაც ფიქრობენ, რომ ისინი არიან ბევრად უფრო თავისუფლები, ვიდრე არის მთლიანად საზოგადოება. მე მინდა ლევან ჩხაიძის რეპორტაჟი ვნახოთ, სადაც გამოყენებული ფოტომასალა აქვე მინდა მაყურებელს განუმარტო, რომ ჩვენ მოგვაწოდა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც ჩაატარა ძალიან დიდი გამოძიება, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ თავის შვილი უცნაური რიტუალების მოყვარული გახდა. ეგრეთ წოდებული არაფორმალები, დაჯგუფება, რომლის შესახებად საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. 100 გრადუსმა ცელსიუსმა არაფორმალების კვალი ვარდების მოედნის მიწისქვეშეთში აღმოაჩინა. დრედისთვის მოჭრილი თავი და ნაწამები ცხოველები აქ მრავლადაა. ჯგუფის წევრებს ამ ადგილზე ერთმანეთისთვის გარკვეული შეტყობინებებიც აქვთ დატოვებული. გაზეთ პრაიმ ტაიმის ჟურნალისტი მირიამ ბოქოლიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც არაფორმალების ეს თავშესაფარი აღმოაჩინა. ნებისმიერ დილეტანტიც მიხვდება, რომ ეს არის ის სიმბოლოები, რომელსაც იყენებენ მსგავსი დაჯგუფების წევრები ხოდნენ. აი აქ არის წარწერები, შეტყობინებები, რომელსაც თითქოს ერთმანეთს უტოვებენ. ჩვენ გავიგეთ, რომ ამ ტერიტორიაზე იკრიბებიან ეს ახალგაზრდები. ჩვენ როდესაც ჩამოვედით აქ, უშუალოდ რიტუალის პროცესს, როგორც ასეთი არ შევსწრებილი ვარ, თუმცა ადგილზე ჩვენ დაგვხვდა საკმაოდ უცნაური გამოსახულებები, ასევე დაგვხვდა სისხლის ნაკვალევი, ასევე დაგვხვდა სხვადასხვა ცხოველის რაღაც ნაწილები. ჯაკუს კალაშნიკოვი და შამანა. ეს იმ ადამიანების ზედმეტსახელებია, რომლებიც არაფორმალების ლიდერები არიან. ფოტოები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, შემაძრწუნებელია. შამანა და მისი თანამოაზრე ამ ფოტოზე გატყავებული და დანაწევრებული ძაღლის ფონზე პოზირებენ. რაც შეეხება სხვა რიტუალებს, ფოტომასალაში ის უცნაური და გაუგებარი მომენტებიც არის აღბეჭდილი, რომლებიც არაფორმალებისთვის ჩვეული მოვლენაა. მაგრამ ყველაზე მძიმე ამ სიტუაციაში ის არის, რომ რიტუალებში მონაწილეთა უმრავლესობას არასრულფორმები შეადგენენ. მშობელი, რომელიც ჩვენ გვესაუბრა ამის შესახებ, პირდაპირ მიუთითებდა, რომ იქ დღიურში წერია, რომ 6 თვის შემდეგ მათ თავის სუიციდზე არ იყო საუბარი, თვითმკვლელობა უნდა სცადონ. ანუ ეს დანიშნავს თუ არა, რომ რეალურად უნდა განახორციელონ, ეს უკვე სხვა საკითხი არის, მაგრამ ამაზე საუბრობს თვითონ ის მშობელი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, თავად დაგვიკავშირდა რედაქციაში და საკმაოდ აღშფოთებული იყო და განერვულებული ეს ქალბატონი და შემდეგ სწორედ ჩვენ მისი ნაამბობის მიხედვით გადავწყვეტეთ, რომ ერთგვარი მოკვლევა ჩაგვეტარებინა. ინტერვიუს შემდეგ ჩვენი ადგილების დათვალიერება დავიწყეთ, სადაც არაფორმალები იკრიბებიან. სურათი მართლაც მძიმეა. ვაკის პარკში იმ არასრულწლოვანს გავესაუბრეთ, რომელიც აღწერილობით არაფორმალს მივამსგავსეთ. ის ამბობს, რომ არაფორმალების დაჯგუფების წევრი არ არის, მაგრამ სატანისტური რიტუალების და მსგავსი შეკრებების შესახებ ბევრი რამ სმენია. 100 გრადუსი ცელსიუსი ყველა გადაღებას ფარულად აწარმოებს, რადგან კამერასთან საუბარი არავის სურს. იყვნენ ესეთი ბავშვები, რამდენიმე მაგ ნანახი ერთი გოგო იყო, შეიძლება ვიცი. მიბრუნებული იყო და ლაპარაკობდა, რომ აი საო კატებს ვაწამებდა და გოგო მცემეოდა რაღაც და ძირითადად რა ასაკის ხალხი იყვნენ? რა, თინეიჯერები არიან. არასრულწლოვანები, ხო? ვერ პრობლემები არ ქონდათ აი ოჯახში ვთქვათ, ანუ არა? ითქია, ალბათ. შენ პირადად ხო არ აქვს პრობლემა ითქვათ ეს წარბირობა გარკვეული? არა, ნამდვილად არ მაქვს. არა? არა. მოგესალმებით. ესეთია ვითარება საქართველოს დედაქალაქში, ეს არის რეალური ისტორიები, ჩვენ ვსჯელობთ რეალური თემების შესახებ. მე მინდა ვკითხო რობი კუხიანიძეს, რეალურად, როდესაც ეს ბავშვები მიდიან მსგავს ჯგუფებში, ისინი საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი შთააგონა მათ მძიმე მუსიკამ. ისინი უსმენენ მძიმე მუსიკას, ისინი უსმენენ როკს, ისინი არიან ნეფორმალები. ხომ არ განიცადა ტრანსფორმაცია თავად გაგებამ, რაც ნიშნავს ნეფორმალი და რეალურად ახლა მივიღეთ სრულიად განსხვავებული სიტუაცია.
მე ზუსტად ვიცი ისი პრობლემაა ეს ყველაფერი. მე მარტო არა თითოეულმა ჩვენთან განმოვიცით. ეს არის ინტენსიურად ერთ ცალმხრივ ინფორმაციის, ინფორმაციის სიმწირის ბრალი. ეს მთელი დედამიწაზე ხდება ასეთი რაღაცები, უფრო აკატებს ატყევებენ ჯერ და მოვა დრო ადამიანის გადაღებაზე გადავლიან. თქვენი აზრით ისინი პოტენციური დამნაშავეები არიან? არა, დამნაშავეები კი არა, უბრალოდ უპატრონოები არიან. მე როგორც საზოგადოების წევრი არამთავარ საშუალება არ მაქვს ადამიანს ვერაფერს ვერ მიაძალებ. ესა ძალადობა, იწვევს ძალადობას ის რასაც ესენი აკეთებენ. ამის ვერჩკუაზა ვასწავლეთ, არ ვერც რელიგია უშველეთ, ამათ რელიგია არის რომ ადამიანები დარწმუნებული მუსიკასაც არ უსმენენ. იმიტომ რომ საქართველოში მუსიკა აი ხარ რაშვაშია როკ მუსიკა მე არ მესმის აი სატანიზმთან და ასე შემდეგ. კი მიმდინარეობები მართულებები არსებობს რომელიც ამას გადაგებს, მაგრამ საქართველოში გარანტიას გაძლევთ ეს არ არის როკ მუსიკის ბრალი, ეს არის როკ მუსიკის არ ყოფნის და თავისუფალი აზროვნების აი სიმწირის ბრალი არის. მე ძალიან ბევრ ბავშვს ვიცნობ, რომელიც როკ მუსიკას უსმენს. და დედას გეფიცები დარწმუნებული ვარ რომ მაგათან ურთიერთობა აი მაგათან აი რომ შეახვედრო რომ ძალიან ცუდად დამთავრდა მაგათი სატანის საქმე. იმიტომ რომ მე კატა დამკარგე ამოცნებს და მაშინ მე უფლება მოვითხოვა ხა ჩემი კატა დააბრუნა თუ რას უზა მიცი მაგენს. აი როგორი ძლური უნდა იყო ერთში ცხოველს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ობის სოფოსთან მინდა გადავიდე კითხვით სოფოს შენ იყავი ერთ-ერთი პირველი ემო თბილისში რომელმაც შენ მაშინ როდესაც თქვი ღიად რომ შენ ხარ ემო მაშინ შემოდიოდა ეს მიმდევრობა შენ შოთა ელი მაშინ თქვენ გქონდათ სხვა მიდგომები ამასთან დაკავშირებით ეხლა როდესაც ადამიანი ამბობს რომ ის არის ემო ის ავტომატურად ნიშნავს რომ არის ძალიან აგრესიული არის ღრმა დეპრესიული და აქვს მიდრეკილება მსხვერპლ შეწირვის რიტუალისკენაც ნუ ემო ჩემ დროს ემო ჯერ არ იყო მე ჯერ პანკი ვიყავი ემოები მერე შემოვიდნენ მოდაში ჩვენი რიტუალი გამოიხატებოდა იმაში რომ უსმენდით მუსიკას და უსმენთ დღემდე მუსიკას ხვდებოდით ერთმანეთს საუბრობდით ხელოვნებაზე ლიტერატურაზე წიგნებზე რა არის ახალი რა არის ძველი და დღემდე ასე ვიზრდებით შეიძლება აღარ ვიკრიბებოდეთ ახლა თავად გაგება შეიცვალა თუ უბრალოდ ამ ადამიანებმა ეს არის მარაზმი ეს არ ვიცი აი იმდენად დიდი ხანია მე თვალყური არ მიმიდევნებია მომავალი თაობებისათვის ასე ვთქვათ რომ ვუყურებ და მგონია ეს რომ სხვა პლანეტაზე ხდება არ ვიცი სად ხდება ახლა ჩვენ გვინდა ჩავერთოთ ერთ-ერთი ქალბატონი რომლის ვინაობასაც ჩვენს ეთერში არ გავამხელთ რომელიც მოგვიყვება ისტორიას თუ როგორ აღმოჩნდა მისი შვილი ერთ-ერთ გაურკვეველ ჯგუფში რომელიც ამ ოჯახისათვის აღმოჩნდა საკმაოდ მტკივნეული თუმცა თავარი რაც არის რომ ამ ქალბატონმა შეძლო რომ მისი შვილი დაერწმუნებინა რომ მსგავსი საქციელი არ არის კარგი ეს ბავშვი ახლა ჩვეულებრივად განაგრძობს სწავლას და მისთვის ეს პრობლემები უკვე წარსული შავი ლაქაა მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში როგორ აღმოაჩინეთ რომ თქვენი შვილი არის გარკვეული გაურკვეველი ჯგუფის წევრი. 2 წლის წინ ჩემს შვილს უცნაური საქციელი შეამჩნია, ასე ვთქვათ, თმების ვარცხნილობის შეცვლა და იგრძელა თმები, ასე ვთქვათ. ჩაცმულობა შეიცვალა, შავი ფერის გარდა, სხვა ფერის საერთოდ არ აინტერესებდა. სვირინგი გაიკეთა. დაიწყო რაღაც უცნაური აქსესუარების ტარება. თანდათანობით ხასიათის შეცვლა შევამჩნიებო ჩვენთან მშობლებთან კონტაქტში არ შემოდიოდა. აი სიახლოვეს არ გვიკარებდა, არ უნდოდა საერთოდ არაფერზე საუბარი. შემდეგ როგორც ვიცი აღმოაჩინეთ რომ ის უკვე ღამღამობით სახლიდანაც იპარებდა. კი. იცით აღმოაჩინა უფრო თვითონ მოყვა, ანუ ეს საკუთარი საქციელიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბავშვი რაღაცა ძალიან ჩაიკეტა თავის თავში ხდებოდა რომ რაღაც გამოსავალს ვერ პაულობდა თითქოს აი თვალებს შეცვალატყობდი რომ შველა ჭირდებოდა აი ამ ბავშვს სად დადიოდა ამ დროს თქვენი შვილი იცით თვითონ ბავშვი ეძახის რომ დადიოდა სასაფლაოებზე შეკრებები ხდებოდა რაღაცა გაურკვეველ რაღაცებს თვად ბოლომდე არ გამეხსნა ბავშვი მაშინ იმიტომ რომ რაღაცას შეეშინდა შიში ქონდა უკვე ბავშვს მერე თვითონ მეხტა რომ თვითონ გადაწყვეტილება უნდა მიიღო რაღაცა დიოდა მამაოს დარჩევებს იღებდა ჩვენი რჩევითაც მერე რაღაც პერიოდი წავიდა ბავშვი მონასტერში
მოდიოდა ძალიან ბევრი მუქარები, მესიჯები, რომ მე ვიცი რომ ძალიან შემზარავი მესიჯები. კი, ძალიან ბევრი, თუნდაც ერთ-ერთი განუ მარტო რომ როდესაც ბავშვი წავიდა მონასტერში იმისთვის რომ მოხდარიყო მისი გარკვეული რეაბილიტაცია, ბუნებრივია ტელეფონი დატოვა სახლში, რომელსაც და მის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ეცნობოდა დედა. კი. მუქარა იყო თუნდაც ის რომ კატასავით გაგატყავებ შენს ჩვენი ჯგუფიდან თუ წახვალ. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ქალბატონი პირობითი სახელი თამარი, რომელიც ჩვენს გადაცემაში მონაწილეობდა და რომელმაც ეს ისტორია საკუთარ თავზე გადაიტანა. რეალურად რა გამოსავალი შეიძლება იყოს ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე წამში დავიწყებთ დისკუსიას, მანამდე კი მინდა კითხვით გადავიდე ერთ-ერთ ახალგაზრდასთან, რომელიც დღეს ჩვენთან სტუდიაში მოვიდა იმისთვის, რომ თავად საკუთარ მეგობრებს მოუყვეს, რომ მის ცხოვრებაში არსებობდა შავი ლაქა, რასაც ქვია სხვადასხვა ჯგუფებში მონაწილეობა ღამისეირნობა სასაფლაოზე და თუნდაც რიტუალები. რატომ მიიღეთ თავდაპირველად მოდი ქრონოლოგიურად მივუღეთ გადაწყვეტილება, რომ შენ გამხდარიყავი აი ამ ჯგუფის, აი ამ სექტის წევრი? საერთოდ ასე ვთქვათ, მაგ საკრებულოში იმიტომ შევედი, რომ გოგო მომწონდა და მის მიმართ მქონდა გამაშთა სიმპათია და იმის გამო რომ დაინტერესებული იყო ჩემითაც, გადავწყვიტე რომ მიმოღო ისეთი იმიჯი, რომელსაც თვითონ წარმოადგენდა. გუგა, მას შემდეგ რაც შენ მიიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ ყოფილიყავი ამ დაჯგუფების წევრი, გახდი თუ არა საზოგადოებრივი დევნის ობიექტი. ანუ რეალურად გაგრიყეს თუ არა თანაკლასელებმა, მეგობრებმა და ამბობენ, რომ შენ გაქვს შავი წარსული. პირველ რიგში მინდა მოუხადო დიდი მადლობა ჩემ მეგობრებს, იმიტომ რომ ახლა ბოლომდე გვერდში მედგნენ და არ უარყვეს, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც თუნდაც კლასელები და ჩემი სკოლელები ასე ვთქვათ, თითის მიშვერით ამბობდნენ, ეს ის არ არის და იქ რაღაც სატანისტი რო იყო და რაღაც და ადრე გულს მწყვეთ და ერთის მხრივ, იმიტომ რომ მე არ მისმენდნენ და უსმენდნენ რაღაც და ვიღაცის მონაჭორს და. სად არიან ახლა შენი მეგობრები, რომლებიც როგორც შენი ხმარე სიტყვა შენს ამ საკრებულოს წევრები იყვნენ? დროებით ახლა არ ვიცი. ჩემი მეგობრის ვიცი, მაგრამ კარგი, ძალიან დიდი მადლობა გოგა, მე გულწრფელად გეტყვი რომ მიხარია, როდესაც შენ ამ გადაცემაში ხარ სტუმრად მოზარდი, რომელმაც დაძლია ყველა ეს პრობლემა და ახლა ისევ დადის სკოლაში, აქვს წარმატებული აკადემიური მოსწრება და რომელიც თავის თანაკლასელებს ახლა ყველაზე ცხელი თოქ-შოუს ეთერიდან ეუბნება, რომ ის არის ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე, ისევე როგორც დანარჩენი ყველა. რეალურად რატომ შეიძლება თინეიჯერს გაუჩნდეს მსგავსი სურვილი, რომ გამოხატოს პროტესტი მსგავსი ფორმით მიიღოს მონაწილეობა მსგავს რიტუალებში? ესეთ რა არის, ერთ ჭკვიან კაცს აქვს ნათქვამი, რომ ვინც 30 წლამდე არ იყო რადიკალი, ალბათ გული არ აქვს და ვინც 30 წლის მერე დარჩა რადიკალად, იმას ნამდვილად ჭკუა არ აქვს. ამიტომ ეს გასაგები ხო ფორმებია სრულიად არაადეკვატური ცხადია, მაგრამ ნუ ნიშნავს სრულ უარყოფას ჩვეული ოჯახური, სასკოლო და ასე შემდეგ ცხოვრებისა. ესე იგი, სასაფლაოს სიმბოლოა ანტიპოდია სიცოცხლისა, ხო? სპეციალურად მიდიან იქ, სადაც არაფერი არ არის საერთო იმ გარემოსთან, რასაც ყოველდღიურად უწევთ, რომელშიც ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება. მაგრამ ერთი რამეა, რომ გესმით ეს თინეიჯერები არიან 14, 15, 16 წლის ბავშვები, ხო? აი ამ ასაკში უკვე რაღაცა ზნეობრივი და ადამიანური თვისებები უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ნორმალური კარგი ბავშვი უცებ წავიდე და კატას გაატყავოს თუ თავი მოვაჭრას, გესმით? ეს ნიშნავს, რომ რაღაცა არის ძალიან ადრე დარღვეული მასში. ესე იგი, ალბათ ოჯახში. ბავშვები, რომლებიც საუბრობენ ჩვენს რეპორტაჟებშიც და როდესაც მშობლებთან საუბრობენ, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერს მათ შთააგონებთ მუსიკა. შეიძლება მუსიკამ შთაგაგონოს ის, რომ მსგავსი ნაბიჯები გადადგა? ეცით რა არის, მე ჩემ მაგალითზე ვიტყვი, რომ მე რაც შთამაგონა ვაკეთებ და ვწერ და ესეთი პიროვნება ვარ და ეხლა რა შეეცით საქმე, რომ მე არ ვიცი სხვასთან მუსიკა რას აზიანებს და რას ასწორებს, მაგრამ უბრალოდ ალბათ რაღაც ძალა აქვს მუსიკას, იმიტომ რომ მე თვითონ მუსიკის მოსმენამ სიამოვნებს და როცა უსმენ მუსიკას აშკარად გრძნობ, რომ რაღაც ძალა მემატება, ენერგია მემატება და კარგ ხასიათზე ვდგები. მუსიკა არ არის ისეთი უსაფრთხო რამ, როგორც ბევრს გონია. ესე ვუძიალენს აქვს გენიალური ნათქვამი. თან უბრალოდ ვარშაინერზე კი არა, რიხარდ ვაგნერზე. რომ ვერ ვიტან ვაგნერს, იმიტომ რომ იწყება მუსიკაო, სულ მინდა პოლონეთი დავიპყროო. ესე იგი, აგრესიის ხელშემწყობი ეს შეიძლება იყოს.
მაგრამ ეს მით არის მეც ახალგაზრდობაში ძალიან ბევრი მომისმენი ასეთი ძალიან აგრესიული რო კიდე მერეც ვიღაცა ხდება ვიღაცა არა იქ მიდის ის ვინც უკვე მზად არის ამის ახლა კი დაპირებული რეპორტაჟი რა ხდება მაშინ თბილისის სასაფლაოებზე როდესაც ყველას დედაქალაქში ძინავს სხორტლშეწირვის რიტუალები ჩვენს ეთერში რეპორტაჟის შემდეგ კი საუბარს უკვე სასულიერო პირებთან ერთად გავაგრძელებთ რომლებიც სტუდიაში შემოგვერდებიან ჩვენი თავშეკრიბილი შეფერების ადგილია სასაფლაო. ამოდივართ ხოლმე ვანთებს ცეცხლს, საუბრობთ ვანთს. ერთადერთია მკვდარი, რომელიც ნერვებს არ გვიშლის და არ გვაღიზიანებს წერს თავის ზეში. ძირითად შემთხვევაში ჩვენ და ჩვენი სამეგობრო ამოდივართ ხოლმე სასაფლაოზე და აქ საუბრობთ ყველა იმ თემაზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. საუბრობთ ემოებზე, ჩვენს მიმდინარეობაზე, ჩვენს ტილოზე. შეშო გადაწყდა ბევრი ადამიანს უყურებთ რომ აკრიტიკებს, მაგრამ ჩვენ ადამიანს არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ვწავთ ჩვენს ცხოვრებას. მე რაც მომწონს, იმას ვაკეთებ ზოგადად. ვიღაცა რომ მაკრიტიკებს შესაბამისად, აბა მე მკითხოს ერთი, მე მომწონს მისი სტილი. ეხლა ჩვენ უნდა შევწიროთ მსხვერპლი ერთ-ერთი ჩვენი გაუმყული მეგობარის ხსოვნას, რომელიც იყო ემო რა თქმა უნდა, რომელიც რუსეთის სტატისტიკას მისდავს ეს რაღაცაიდან სიამონებს ესეთი მანიაკი ის. აი ეს რაღაცა სიამონებს ამს რო ვატყავჭრი და აი რა ვიცი. ფაქტები არის რეალური მოქმედება ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქში და როგორც ამბობენ, დედაქალაქის სხვადასხვა სასაფლაოებზე მსხვერპლშეწირვის რიტუალს ძალიან ხშირად აქვს ადგილი. მინდა გადავიდე თავდაპირველად კითხვით მამა ზაქარიასთან. მამა ზაქარია, რეალურად რატომ მიდიან ეს ადამიანები თქვენი აზრით ამ ნაბიჯზე? ანუ რას ემსახურება მსხვერპლშეწირვის რიტუალი? ეს არის მხოლოდ სუბკულტურის მიმდევარი ადამიანების გადაწყვეტილება თუ აქ რაღაც მისტიური და მაგიური მოვლენებიც არის? სამწუხაროდ მათ თავიდან ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული რას აკეთებენ. სიბრძნე, ბიბლია, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა და კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ თუ სიკეთეს არ ამრავლებ და არ აკეთებ, სიგლახეს მაინც ნუ გააკეთებ და თუ კი არ იცი რას აკეთებ, მით უმეტეს არ უნდა გააკეთო. შეგნებული უნდა იყოს. სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ბევრი გაუთვითცნობიერებული არიან, ურწმუნოები არიან, ამას არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არ გააკეთებს. ეს უკვე სატანიზმია. ეს ახლა რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, იმიტომ რომ თვითონ თავისი ფილოსოფიით სატანიზმია და აქ მამების დამეთანხმებიან და მაყურებლებიც რომ ეს უკვე სატანიზმია. მამა ალექსანდრესთან მინდა გადავიდე კითხვით, მე ვიცი რომ როდესაც ადამიანები მსგავსი ნაბიჯების შემდეგ ძალიან რთულ მდგომარეობაში ექცევიან, იყო შემთხვევა, როდესაც მოვიდნენ თქვენთან აღსარებაზე და მათ გიამბეს რომ ისინი არა მარტო მსხვერპლშეწირვის რიტუალს ეწეოდნენ, არამედ ორგიებსაც კი აწყობდნენ საფლავებზე. დიახ, ეს იყო მათი მსახურების გარკვეული ფორმა. და ეს საფლავი არ არის საფლავი სასაფლაოს საერთოდ არ არის შემთხვევით შერჩეული. ვინაიდან სატანიზმი როგორც მსოფლმხედველობა, სატანისტური ეკლესია, რომლის მიმდევრებიც ჩვენ ნახეთ დღეს გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად მათი მიმდევრები, თვითონ ეს სატანიზმი მოვლენა სწორედ ანტიქრისტიანულია. არა თუ ანტირელიგიურია, არამედ ანტიქრისტიანული. ანუ ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ აღმოცენდა. სწორედ სასაფლაო არჩეული, იმიტომ რომ სიწმინდის შერყნა მოხდეს მათ რიტუალურ მსახურებაში. ამიტომაც ისინი შეიკრიბებიან რა სასაფლაოებზე,
შეგნებულად მიდიან და ბილწავენ სიწმინდეს. მათ შეუძლიათ უფრო დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს გააკეთონ ეკლესიაში. იქ, სადაც თქვათ მიტოვებულია ეკლესია, ან იქ, სადაც მათი ძალა მეტია ვიდრე თქვათ მრევლის ძალა, მომხდარა რომ წაუბილწავთ ეკლესიებით. იქ თქვენთან მოდიან და თქვენ გესაუბრებიან რა რიტუალებს ეწევიან საფლავებზე თუ საფლავებზე ეწევიან ამ სისხლიან მსხვერპლ შეწირვას. ნუ ჯერ ეს არის საქართველოში ეს არის კატის სახით, ხოლო ამერიკაში სადაც დაარსდა სატანისტური ეკლესია ანტონი ლავეის მიერ და ალისტერ კროულის მიერ, იქ არის ბავშვების შეწირვაც და ადამიანის მსხვერპლ შეწირვაც. და თუ სტატისტიკას გადახედავთ, თქვათ ეს არ არის უბრალო ჰაერზე ლაპარაკი, არამედ ამერიკული ორგანიზაციებია სპეციალურად, რომელიც სწავლობს ეს ტოტალიტარულ სექტებს და ამავე დროს სატანიზმს და არის სავალალო სტატისტიკა ამ მხრივ. ამავე დროს მსხვერპლიან შეწირვალთან ერთად ხდება ესეთი ორგიები, სექსუალური აღვირახსნილობა და პედოფილია. ძალიან დიდი მადლობა. ახლა სტუდიაში მინდა დავპატიჟო ადამიანები ემილი, დევილი და ნიკა, რომლებიც მსგავს რიტუალებში ძალიან ხშირად მონაწილეობენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ჩვენთან სტუდიაში სასულიერო პირები საუბრობდნენ, რომ რიტუალები, რომელსაც თქვენ ეწევით, ეს არის სატანიზმი. თქვენ ამას გააზრებულად აკეთებთ, თუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს არის მსახურობა? რა თქმა უნდა, სატანისტური ამაში ვერაფერს ვერ ხედავ, იმიტომ რომ მე პირადად არ ჩამიტარებია რიტუალი და არ ვატარებ და არც კატა და მკლავს, მაგრამ როცა შეიძლება ღორი დაკლა, საქონელი დაკლა და ჩააბარო და ფული აიღო ამ ყველაფრით, რატო შეიძლება კატის დაკლა ჩაითვალო სატანურად ამ ყველაფერს მე ვერ ვხვდები. რატომ არჩევთ ადგილს სასაფლაოს? რა სიამოვნებას იღებთ შუაღამის სასაფლაოზე, როდესაც გააჩნია ინდივიდუალურია, ხა შეიძლება სასაფლაოზე ახვიდეს და მოინდომოს ადამიანმა სასაფლაოზე ავიდეს, შეიძლება სადმე წყნარ ადგილას ავიდეს, სადაც არავინ არ შეაწუხებს. კონკრეტულად არ არის ესე რომ სასაფლაოზე უნდა ავიდეთ გინდა თუ არა. რატომღაც საზოგადოება ამ ყველაფერს აღიქვამს და სხვანაირად. და ყველა სხვანაირად ესმის, უფრო მათ როგორც აწყობთ, ესე ვთქვათ. თქვენ ამბობთ, რომ ხართ ემოები? კი. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ცირკის მასხარები. და რატო? რავი, სარკე მოუტანა ჩემს. ცირკის მასხარა არ გონია მაგ წითელ თმებში თქვენი თავი? გონი რა ვიცი, რაღაცა ისფერს ჯობია. ხო და შენ თუ აქ რაღაცა წარმოადგენ და თუ საქართველოს პირველი ემოხარ, მაშინ გამოსულიყავ შენ და დამჯდარიყავი აი ამ ადგილზე. просто შენ არ შეგიძლია რომ გამოსულიყავი და მაგიტომ. და რატო ფიქრობ, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ცირკის მასხარები და შენ არა? დავუშვათ. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ვიზუალურ მხარეს. ვიზუალობას? ჩვენ შენ წითელი თავი რო გაქვს. მითხარი, მომიყევი, გეხვეწები, რას ნიშნავს ემო? გამიშიფრე ეს აბრევიატურა. ემოციურ ადამიანს. ფერებიც გითხრა? აუხსნა ფერები? კი. დეპრესიული, შავი და ვარდისფერი, მარადიული. და წეგან თქვით რომ ანუ საკვებ ობიექტს ანუ ამ შემთხვევაში ღორს თუ აბარებენ და ფულს იღებენ და კატა რატო უნდა მოგინდეს კატის მოკლა მე ვერ ღორი დაკლა რატო უნდა მოგინდეს? ღორი არის საკვები ობიექტი და შეიძლება ამ შემთხვევაში ვიღაცამ ჩააბაროს და ფული აიღოს. ცხენის ხორცს თუ მიირთმევენ, არ შეიძლება კატის ხორცის მიირთვას ადამიანმა? არ არის საკვები ობიექტი ამ შემთხვევაში. გველის ხორციც ხო საკვები ობიექტია? გველის ხორცი კი. გველის. კი. კი. კატას თავი შეიძლება იჭიროთ. იმას რასაც კლავენ, იმას საკვებად იყენებენ და თქვენ რა შევით? დაკლა მე ძალიან სიამოვნებაა. ცით როგორია? კატების დახოცვა არაფერს შუაში არ არის ამასთან. საწყისი და განვითარება. აი საწყისში ხო ერთნაირ ფსოხველობაზე იდექით თქვენც და ეს არ ვიდექით. გეტყვით რატო? იმიტომ რომ გედონიზმი არის ფსოხველობა, რომლის განვითარების ერთ-ერთი საფეხური ალბათ არაუკიდურესში არიან ეს ახალგაზრდები. ვერ დაგეთანხმებით. მაგრამ ნუ როგორ ვერ დამეთანხმებით. იგივე ემო თქვენ რასაც ამბობთ, ან ნებისმიერი სუბკულტურა, რომელიც თავის თავში აყენებს იდეალს, კერპს, ეგოს, არის სწორედ გედონისტური მოხედელობის მატარებელი. ეს გედონიზმი შეიძლება განვითარდეს და რადიკალური ფორმები მიიღოს, მაგრამ იყოს მომიჯნავე. ანუ ბოლომდე გამოვლინებული არ იყოს.
ანუ ის მარცვალი გახრწნის უკაცრავად გამოთქმაზე, რომელიც თვით დამანგრეველია, თვით გამანადგურებელი. ეხლა ესეთ მდგომარეობაში, რომელშიც ესენი ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში არიან, ეს არის თვით განადგურებისკენ მიმართული მათი ქმედებები, ხო? აი იმის საფუძვლები სწორედ ამაშია. თქვენ ფიქრობთ, რომ თვით განადგურებისკენ ხართ მიმართულები? ზოგადად, ვინც დააყენებს თავის თავს კერპად და მას ემსახურება, ესეთი ადამიანი ანადგურებს საკუთარ თავს. არა, საფუძვლები ამ შემთხვევაში იმოკულტურაში ესეთი რაღაც არ არის. ანუ ეს რა საფუძვლებზეც აკეთებენ ამ ყველაფერს არ არის, იმიტომ რომ უბრალოდ ეს სუბკულტურა როგორ არის? არის დეპრესიული ადამიანი, არის ხიარული ადამიანი. დეპრესია. ანუ ცუდ ხასიათზე ყოფნა. არ არის ეგრე რა, უკაცრავად. დეპრესია არის კონფლიქტი ადამიანის სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. გესმით? ანუ მე მაქვს სურვილები და მე ვარ ის სურვილების ცენტრი. და ვერ ვახორციელებ ამადობი მიზეზის გამო. ამიტომაც ვარ დეპრესიაში. ანუ გეუბნებით, რომ გედონიზმი არის იმ მემოს მამოძრავებელი ძალა. გესმით? უბრალოდ გამოვლინებაა სხვადასხვანაირი. ახლა რას დაირქმევს ეს ახალგაზრდა? ემოს დაირქმევს, ჯუჯუს თუ ჯოჯოს რა მნიშვნელობა აქვს? თავარი არის არსი, რომ ერთი და იგივე. გესმით? ამაზეა ლაპარაკი და არ ღირს რომ თქვათ გავიცინოთ თქვათ მათ ფორმაზე, როცა არის მართლად ძიმე მდგომარეობის, სულიერ მდგომარეობაში ადამიანები. ხშირად თვითონ არ თვლიან ამას, მაგრამ არიან ეს რომ აი ნაწამები ადამიანები. მათი სული არის ნაწამები. გესმით ბოროტიძალის მიერ. და არ შეიძლება ვიждეთ ან ვიცინოთ ან არა მე არ გამსმეპირებთ პირველ განაცხადებს შემეშ. ნუ ახცი ისახარ შენ თუ ეს გზარავს შენ რატო იყავ მაშინ ემა? მე ასეთ ვიძე არ დავდი. რა მნიშვნელობა აქვს როგორ ვიძე იყავ შენ იგივე ადამიანი იყავ. მე ბოროტი ადამიანი არ ყოფილვარ, არ ვარ. ბოროტები არ ჩვენ ვართ მომისვენე ერთი წუთი. ჩვენ ვართ ემოები და ემოები კიდე არ ხოცავენ მაკატებს უბრალოდ შენ თუ ადამიანს ქსიამოვნებს იმის გაკეთება ხო? გააკეთებ მაგას და შეიძლება ჩოლობრივი ადამიანი. გითხარი ბიბლიას გაჩუქებ კი ხვეწერ. ხადა. მამა ალექსანდრე საუბრობდა, რომ თქვენი სული ახლა არის რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თქვენ ამ ყველაფერს ააზრებთ, რომ თუნდაც 5-6 ან თუნდაც 2 წლის შემდეგ ამ ყველაფერმა შეიძლება ძალიან დიდი ტრამვა იქონიოს თქვენზე. არ არის გამორიცხული, რომ უბრალოდ ჩაიაროს. მაინტერესებს რეალურად რატომ მიდიხართ სასაფლაოზე, რატო არჩევთ ამ ადგილს? იგივე შეხვედრისთვის, იგივე საუბრისათვის. შეთო წყნარი ადგილი არის ხალხის გარეშე. და ასე შემდეგ რა. თქვენი მიზანი საფლავების წაბილწვა არ არის? არა. რასაკვირველია, მათ არ იციან გასაკეთებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ესე არ არის. მათ თავისი მოძღვრება კარგად არ იციან. ახალგაზრდა მახსენა ცოდვა. როგორ შეიძლება რომ ცოდვაზე ლაპარაკობდეს ადამიანი, რომელიც აი ესეთ მძიმე ოკულტურ რიტუალებში იღებდეს მონაწილეობას. ანუ ცოდვის განცდა რა ხან აქვს, მასში არის ის ნაწილაკი ღვთაებრივი, რომელიც აუცილებლად უნდა გაღვივდეს და გაღვივდება კიდევაც. გესმით? არ შეიძლება ცოდვაზე ლაპარაკობდეს სატანისტი. სატანისტი არც ერთი არ ვართ, აქედან თუ გაინტერესებს. ძალიან კარგი თუ არა ხართ, მაგრამ ფორმები არის იგივე. თუ თქვენ არ ახართ სატანისტი, მიხარია. მაგრამ ეს არის გაუცნობიერებელი. თქვენ შეგიძლიათ ჩახედოთ სატანისტურ ბიბლიას, ლავეის, ჩახედოთ მათ მინდევრებს, გარეგნულ ფორმას, მათ სოხველობას, მათ მოძღვრებას და საბოლოოდ იმ ანუ ისინი გავაზებლად აღმოჩნდნენ ამ სექტის მინდევრები. არა, ჩამოყალიბებული, იცით როგორ არის? ეს იმდენად დაქსაქსულია, რომ ჩამოყალიბებული აზრი, სოხველობითი, აი ეს გაცვიცნობიერებული არა აქვს. გესმით? არ არის. ანუ ისინი არიან რაღაცის მსხვერპლი. რაღაცის მიმდევრები არიან, თვითონაც ვერ გაიგე საბოლოოდ რის მიმდევრები. აი რა რიტუალს ატარებენ, თურმე არ ცოდნიათ. აი რიტუალს ატარებენ, რომლის დანიშნულებაც და მოქმედებაც არ იციან. რატომ მიდიხარ სასაფლაოზე? მხოლოდ იმიტომ, რომ სიწყნარეა? იქნებ ბუნებაში გადავხვალ საუბრიდან, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი შექმნილია ადამიანებისგან. თუნდაც ეს ტანისამოსი, რაც მე მაცვია, ყველაფერი ხო? შესაბამისად რაღაცებს წონით და ხან სასწორი აქეთ გადმოიწონება, ხან იქით. ეს ყველაფერი რატო იქნება? მაშინ თუ ეს არ შეიძლება ადამიანმა ჩაიცვას ან გააკეთოს ესეთი რაღაცეები. არა, ადამიანი ქმნის ყველაფერს. სხვას არსებას ადამიანის გარდა ქმნილება არ შეუძლია. აი მაგას გეუბნებით სწორედ, რომ ადამიანი რომელიც ქმნის, ის არის მსგავსი შემოქმედის. ამიტომ შემოქმედება არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ადამიანისა. ხოლო სატანიზმი არ არის შემოქმედება, როგორც მოვლენა. პირიქით, სატანიზმი არის განადგურება. შემოქმედების განადგურება. აი თქვენ რო ეს რიტუალებს ასრულებდით ახლა,
თქვენ ბოლომდე ვერ შეასრულეთ ეს რიტუალები, მაგრამ ამ რიტუალების ბოლომდე შესრულება გულისხმობს სახარების უკუღმა წაკითხვას, გულისხმობს ქრისტიანული სიმბოლიკის განადგურებას, გულისხმობს კულტურის ის არც ერთ მათგანს არ ვეხებით ჩვენ. თქვენ არ ეხებით, იმიტომ რომ თქვენ მადლობა ღმერთს ვერ მიხვედით იქამდე და დაგიფაროთ რომ არც მიხოთ. მიხარია, მაგრამ ხომ არის განვითარება, აქ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენამდე ვერ მოვიდნენ. თქვენ ხართ, რომელიც სადღაც არ წასულხართ, მაგრამ ბოლო ხო უნდა ვნახოთ, არსებობს ბოლოც რა. ეს ყველაფერი არიან აქ საზოგადოება, თუ გინდა რომ რაღაცის მოვლენის სახე დაინახო, უნდა ნახო ყველაზე დიდი გამოვლინება მასში. თუ გინდა რომ ქრისტიანობის სახე დაინახო, მე კი არ უნდა შემოვხედო ან მამა ზაქარიას, ხო? თუმცა არ ვერჩი მამა ზაქარიას. უნდა ნახო თქვა სერაფიმ საროველი, გიორგი თაწმინდელი და მათი ცხოვრება. ანუ ყველაზე დიდი გამოვლინება მასში. თუ თქვენ მოვლენაში არის ყველაზე დიდი გამოვლინება, გვაჩვენეთ ის როგორია, რისკენაც მიდიხართ თქვენ. და მაშინ ვნახავთ როგორი იქნება მისი საბოლოო სახე. ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, მე თუ გავიზრდები და მივხვდები ჩემი ჩაცმულობა მართლა თუ ჯამბაზობა, ვინც იქნება მომავალი პანკები, ემოები, გოთები, მე რაღაცას გავხსნი ისეც, რომ მათ ავუხსნა ეს მიმდინარეობა, რაც ნიშნავს და არა გავიცინო მის ჯამბაზობაზე. თქვენ სკოლამდე გამეხსნა ბოდუში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან აქტიურობს აუდიტორია, გისმენთ. მე მაინტერესებს აი იმ გოგონასთან შეკითხვა. თქვენ ეხლა ხართ 23 წელს და თქვენი ძახით რომ აი ნუ ჯამბაზურად არიან ესენი ჩაცმული. მოდი მაშინ ის თქვენი პერიოდი გავიხსენოთ რა, შენ მასე დადიოდი, როდესაც ემო იყავი? არა. ხო. მე ემო არ ყოფილვარ, დავიწყე. შეიძლება ეს არ დადიოდი, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა მაქვს. ხო. კიდევ რომ მაინტერესებს აი ეს კატის მოკლა რატო არის აი ასეთი იმით, როდესაც მე ვიცი რომ ძაღლებსაც კლავენ. არა საქართველოს არ ვიცი ხა რა იმით, მაგრამ ძაღლებსაც კლავენ. ძაღლი დელიკატესია, სადღაცას რომელიღაცა ქვეყანაში საჭმელსფერი თუ დააბოყინე, ესე იგი საჭმელი ძალიან მოგეწონა, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, თავისი ტრადიცია აქვს, თავისი წარსულია. თქვენ როდესაც იყავით ემო და აღნიშნეთ რომ იყავით, ქართულ კულტურა და ტრადიციები ამის საშუალებას გაძლევდა თუ თქვენ მოყოფილი იყავით? არაფერი, მე არ შევჭრილვარ არავის თავისუფლებაში. ან თქვენ ეს არ ნიშნავს, ესეც არ შემოჭრილა თქვენ თავისუფლებაში და ესეც არ შეჭრილა, ვინმე ესენი ეძებენ უბრალოდ ბნელ ადგილს, სადაც გააკეთებენ ამ ყველაფერს, ან განგრეულ შენობას. ამას ქართული კულტურა თქვენც არ თავისუფლებაში არ შეჭრილა. ამისი გაზდილი კატა დაკლა? აქ ძალიან სახიფათო შემთხვევასთან გვაქვს. არის ნათქვამი, კაცი თუ წიგნებს წამს, ოდესღაც ადამიანებს დაწვავსო და აქ ეს კატის კვლელობა, ღორის კვლელობასთან დაკლასთან არ უნდა შეედაროს, იმიტომ კვლელობა და დაკლა სხვა რამეა და რიტუალური შეწირვა. არავინ ღორს რიტუალურად არ წილავს და არასდროს შეუწირია და აქ ესეთი კითხვა მე მსიამოვნებს და ამიტომ ვაკეთებ. რაზე არიან წამსვლელები ეს ახალგაზრდა აი კანონს სხვის უფლებებს, სხვის სიცოცხლის უფლებას, იგივე ცხოველისა, იგივე ადამიანის რაზე ხარ წამსვლელი? შენ სიამოვნებს და კი, იმიტომ რომ აქ ითქვა რომ მე სიამოვნებს, მაგრამ ის კატა შენ გაზარდე? იცით რა არის? ანუ მე თუ შენი გაზდილია? მოკლა. ეს რატომ არის ამას? იმიტომ კი არ ვამბობ რომ შენი გაზდილია, იმიტომ რომ შეგეცოდება. შენი გაზდილი, იცი რა არის ეს, როგორც იტყვიან აი ძუძუზე გაზდილი გოჭო ისიც ეცოდება ადამიანს რომ დაკლას მიუხედავად იმისა რომ ახალი წელია და შვილიშვილები მოვიდენ და უნდა რომ გაუმასპინძეს და მეორეც ერთი ეს ვისი ცხოველი იყო გასაგებია რომ სხვისი იყო ან ჩათვალეს რომ უპატრონოა და იღეს მეორე პრეცედენტი რომ მე სიამოვნებს და გავაკეთებ ან ეს მაინც ჩაუმატეთ მე სიამოვნებს და გავაკეთებ იმ საზღვრებში რაც კანონმდებლობა მაძლევს ეს უნდა დაუმატო იმიტომ შენი უფლებები თავდება იქ სადაც იწყება სხვისი უფლებები და არავის არ აქვს ამის დარღვევა უცილებლად სისხლის სამართლის პასუხისგებლობის ქვეშ უნდა მოექცეს ცხოველთა ტანჯველი ან რაღაც სხვის შეურაცხყოფელი და გამომცირებელი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი კოტელაშვილთან მინდა გადავიდე კითხვით. გიორგი, როგორ ფიქრობთ რეალურად მსგავსი ცხოვრების ტიპი აი ამ პერიოდში 3-4 წლის განმავლობაში, როდესაც ადამიანი მსგავსი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იქონიებს თუ არა გავლენას მათ მომავალ საუკეთესო პერსპექტივაში? ძალიან ხშირად გავლენა არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ თუნდაც იგივე ის ემოციური ადამიანი, თუნდაც იგივე ის გოთი პანკი, რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც იგივე ავიღოთ ყველაზე ლიბერალური ამ შემთხვევაში ეს არის ჰიპები. საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში აქვს ხოლმე მათ. მით უმეტეს ყველაზე დიდი პრობლემები იქნება ოჯახთან. იმიტომ რომ თავის თავში, როდესაც ის შეიცავს განადგურებას,
და თავის და გარშემოყოფთა წინააღმდეგ გამოსვლას, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მაგ დროს ეწყებათ ოჯახის, როცა თავის ოჯახს ქმნიან. იმიტომ რომ პატარა პრობლემაც კი მათში იწვევს სწორედ იმ ძველის ნოსტალგიას, რომელიც არის. ძალიან დიდი მადლობა რობი კუხიანიძესთან მინდა გადავიდე შემდეგ კითხვით. ბატონები, ყურადღებით აკურდებით გადაცემის ამ ნაწილში მწვავე დისკუსიას. ამ ადამიანებს აქვთ ერთი მთავარი არგუმენტი. მე მინდა და ამას ვაკეთებ. არ ვიცი მიცნობთ არა მე ამათ მიცნობ სამივეს და მე მგონია მიცნობთ მე თქვა ამაში პრობლემა არაფერი არა ვიცი რა სიგას მსმენელენ როგორ ცხოვრობენ ასე გარიდან ვიცი რა რასაც ლაპარაკობ მე მაპატიეთ მაგრამ მე ჩემთვის აი ამათვის ყველაზე ისაა მაპატიეთ ძმებო ბიჭებო და ადამიანებო მაგრამ ამათ სიმართლის საუთხიდან ვიცი ამათვის მარტო სასაფლაოს ეზო გააღეს მეტი არ ვიცი შეიძლება შემთავაზოთ სულ სხვა რაღაცა არ გონია ამ აუცილებელი იყოს ამის აფიშირება და აი ვიღაცის ზედამხედველი ყავდეს თავისუფლებაში თუ თავისუფლებას ლაპარაკობთ თქვენში ის მითხრება რომ აი კარგად შეხედეთ იქნებ ვიღაცები დგანან და ვიღაცები რაღაცას გაკეთებიებს შეიძლება არც იცით მაგრამ ერთხელ ჩაფიქრეთ მაგაზე ყავთ ვინმე ადამიანი ვინც თქვენი ლიდერი შეიძლება არც უნდა დაასახელოთ მე არ ვიცი ხო გამიგეთ რაზე გელაპარაკებ არის ვინმე ლიდერი ვინმე თუ ხავთ მე გამაცანით ვიღაცა დააზალებს არის კატის მოყვლაში ვისაც სურვილი აქვს რაც უნდა ისაკეთოს მე არ მეხება მე გასკებე ლიდერი ყავთ ვინმე ადამიანი რომელიც ყავს და არანაირი ყველა თანაბარ უფლებიანები ხართ ამ ყველა ვართ მეგობრები ძალიან დიდი მადლობა მე გემშვიდობები და გაგაცილებს ჩვენი სტუდიიდან ავარია ჩვენ მოხდოს ეს და სუიციაზე ნაკლებად გვაინტერესებს სუიციაზე პრიდია მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს რომელიც დღეს შემოგვერთა და ასე გვიანობამდე ტელეეკრანებთან შემორჩა ჩვენ შევეცადეთ ერთი კონკრეტული პრობლემა თქვენთვის სხვადასხვა კუთხით გვეჩვენებინა ახლა დასკვნები თქვენ თავად უნდა გააკეთოთ მაგრამ ფაქტია ეს არის თემა რომელზეც საზოგადოება ჩუმად საუბრობს და დღეს ჩვენ პირველად გავბედეთ ეს თემა საჯარო დისკუსიისათვის გამოგვეტანა ეს არის ყველაზე ცხელი ტოკ-შოუ შევხვდებით ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ პარასკევს ნახვამდის